დღევანდელი ეპიზოდი დაეთმობა მშობლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემას – ბავშვთა სტომატოლოგიას. ბავშვის ჯანსაღი ღიმილი ნამდვილად არ არის მხოლოდ ლამაზი კბილები. ეს არის სწორად განვითარებული მეტყველება, ღეწვითი ფუნქცია და რაც მთავარია, თავდაჯერებულობა ზრდასრულ ასაკში. დღეს ანა მეტრეველი სტომატოლოგიური ცენტრის ბავშვთა ექიმ თერაპევტებთან ერთად ვისაუბრებთ სხვადასხვა საინტერესო თემაზე და მათ შორის ერთად გავიგებთ თუ როგორ უნდა ვაქციოთ ბავშვის ვიზიტი სტომატოლოგთან პოზიტიურ გამოცდილებად. ბავშვთა ექიმი თერაპევტი ლიკო კვეკვეცია. მოგესალმებით ლიკო. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, როდის უნდა მოვიყვანოთ ბავშვის სტომატოლოგთან პირველ კონსულტაციაზე? მოგესალმებით. სტომატოლოგთან ვიზიტი სასურველია პირველი კბილის ამოჭრისთანავე დაიგეგმოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვის ყბაკბილთა სისტემა სწორად ვითარდება. ამ ეტაპზე მშობლებს ვაძლევთ რჩევებს, თუ როგორი კვება დაეხმარება მათ კბილებს გაძლიერებაში. ბავშვის ჯანმრთელ და ლამაზ ღიმილს საფუძველი ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდიდან ეყრება. ამისათვის სასურველია დედა მისრუნოს კალციუმით და სხვა მინერალებით გაჯერებულ კვებაზე. ლიკო, ვიცით, რომ ბავშვებს და არა მხოლოდ ბავშვებს ხშირად ეშინიათ სტომატოლოგთან ვიზიტის. როგორ ხდება თქვენი მხრიდან ამ პრობლემაზე მუშაობა და ასევე არის თუ არა მშობლის ჩართულობა საჭირო? ამ შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე სტომატოლოგით პირიქით ვაშინებთ ბავშვებს და შემდეგ ალბათ ეს უყალიბდებათ. პირველ ვიზიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ძირითადად მკურნალობა რეკომენდირებული არ არის, მაგრამ პრობლემა თუ გადაუდებელი ხასიათისაა, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ პროცედურას. ჩვენი მთავარი მიზანია ბავშვისთვის კომფორტული და მშვიდი გარემო შექმნა. ამისთვის ვაცნობთ გარემოს, ვაცნობთ ინსტრუმენტებს და ვთავთ სხვადასხვა სახალისო ფიზიკურ აქტივობაში. როდესაც ბავშვი თაქვთახმდება, მხოლოდ მის შემდეგ ვიწყებთ მკურნალობას. მშობლის ჩართულობა აუცილებელია, რადგანაც ბავშვი წინასწარ უნდა შეამზადოს, რომ მოდის სტომატოლოგთან, უნდა უთხრას, რომ სტომატოლოგი მას დაუთვალიერებს, შეუმოწმებს კბილებს, გაუსუფთავებს. ორმხრივი კომუნიკაციით კი შედეგიც უფრო მეტად სასიამოვნოა. ლიკო, თუ შეიძლება ვისაუბროთ დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე, რა სახის, როგორი ახალი აპარატურა, თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს დღევანდელ დღეს? დიაგნოსტიკის ორი ნაწილი არსებობს, ეს არის ძირითადი და დამხმარე. ძირითადი ნაწილს უშუალოდ კლინიკურად ექიმი ატარებს და ხდება პირისა და სახის დათვალიერება. რაც შეეხება დამხმარე ნაწილს, დამხმარე ნაწილში გულისხმება რენტგენოგრაფია. ჩვენს კლინიკაში გვაქვს პლამეკას აპარატი, ეს არის უმაღლესი ხარისხის ბოლოთაობის აპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა მაქსიმალურ გამოსახულებას და ძალიან მცირე დოზით დასხივებას, რაც დამეთანხმებით ყველა მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მკურნალობას გააჩნია, თუ ვთქვათ, ესე იგი არის კარიესი, ამ შემთხვევაში მკურნალობთ კომპოზიტური საბჟენი მასალებით, სარძევე კბილების შემთხვევაში თუ არის არხების მკურნალობა საჭირო, მკურნალობთ რეზორბირებად, ეგრეთ წოდებულ გაწოვადი მასალით ხდება მკურნალობა და რაც შეეხება უშუალოდ მუდმივი კბილების შემთხვევაში ხდება სრულფასოვანი ენდოდონტიური მკურნალობა. ასევე ვიყენებთ საპროფილაქტიკო საშუალებებს, როგორიც არის ფისურების ჰერმეტიზაცია და პტორირება. საინტერესოა, რატომ არის მნიშვნელოვანი სარძევე კბილების მკურნალობა? ისინი ხომ მაინც უნდა მოიცვალონ ბავშვებმა? სარძევე კბილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მუდმივი კბილი. სარძევე კბილის მკურნალობა აუცილებელია, რადგან ისინი ინარჩუნებენ ადგილს მუდმივი კბილებისთვის. თუ კბილი ნაადრევად ამოიღეს, მეზობელი კბილები იწყებენ ამოღებულ მხარეს გადახრას. მომავალში კი შეიძლება განვითარდეს თანკბილის პრობლემა, რომელიც ორთოდონტიულ მკურნალობას საჭიროებს. მეორე მიზეზი სარძევე კბილის მკურნალობის აუცილებლობის არის ინფექცია, რომელიც შეიძლება გადავიდეს მუდმივი კბილის ჩანასახზე და დააზიანოს, რაც განაპირობებს შემდგომში დაზიანებული მუდმივი კბილის ამოჭრას. ასევე ხშირია ტკივილი და ანთება, რომელიც ბავშვებში იწვევს მეტყველების და ხეჭვის დარღვევას. უფრო მძიმე შემთხვევაში ვითარდება ჩირქოვანი ანთებითი პროცესები, შეშუპება და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. ლიკო, მაშინ მოგვიყევით, რა იწვევს უშუალოდ ბავშვებში კარიეს და გადავიდეთ ცოტათი შევეხოთ მკურნალობის მეთოდებს, რა არის თანამედროვე სტომატოლოგიაში ის სიახლეები, რითიც უფრო კომფორტული არის დღეს ბავშვთა სტომატოლოგია.
კარიესის გამომწვევი ფაქტორებია შაქრიანი საკვები და სასმელები, არასათანადო ჰიგიენა, გენეტიკური ფაქტორები, სტომატოლოგთან ვიზიტის უგულყოფა, მტორის ნაკლებობა. თანამედროვე სტომატოლოგია მაქსიმალურად კომფორტულ და უმტკივნეულ მეთოდებს იყენებს. მკურნალობის სტადია თუ ადრეული სტადია არის, ამ შემთხვევაში ხდება მტორირება კბილების და რემინერალიზაციის პროცედურების ჩატარება, კერძოდ კალციუმისა და ფოსფატის აპლიკაცია. მცირე დაზიანების შემთხვევაში დაზიანებული ქსოვილის მოშორება ხდება და კომპოზიტური მასალის მოთავსება. ღრმა კარიესის შემთხვევაში, როდესაც დაზიანება პულპამდეა მისული, ამ შემთხვევაში საჭიროა ენდოდონტიური მკურნალობა, არხების მკურნალობა. უფრო მასშტაბური დაზიანების შემთხვევაში ვიყენებთ ლითონის და მეტალის გვირგვინებს. ლიკო, ძალიან აქტუალურია ფერადი ბჟენები. თუ შეიძლება მოგვიყევით, რა განსხვავებაა ჩვეულებრივსა და ფერად ბჟენებს შორის და რომელი რა შემთხვევაში გამოიყენება? ფერადი ბჟენები ეს არის კომპოზიტური მასალა, რომელიც შეიცავს პიგმენტს და ის შეიძლება იყოს ვარდისფერი, ლურჯი, მწვანე, იასამნისფერი და სხვა. ძირითად შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სარძებე კბილების მკურნალობის პროცესში გამოიყენება ფერადი ბჟენები. ასევე ძალიან კარგია ბავშვის მოტივაციისთვის, იმიტომ რომ თვითონ ირჩევს ბავშვი ფერს და უფრო მეტად უფრთხილდება შემდეგ მის ჟენს. ასევე ძირითადად გამოიყენება მცირე დეფექტების შემთხვევაში, როდესაც კარიესი ზედაპირული ხარისხის არის, რაც შეეხება თეთრ ბჟენებს, ისინი უფრო მეტად მდგრადია და უფრო მეტად ბუნებრივ კბილთან არის მიახლოვებული და ძირითად შემთხვევაში მუდმივი კბილების რესტავრაციის დროს გამოიყენება. ლიკო, გამიგია ასეთი ტერმინი ბოთლის კარიესი. კი, მართალია თავად ტერმინი უკვე გვეუბნება, რას გულისხმობს, მაგრამ მოდით უფრო კარგად მოგვიყევით, რას გულისხმობს. ბოთლის კარიესი ეს ტერმინი ნამდვილად არსებობს და იგი დაკავშირებულია ღამით ბოთლით კვებასთან. ბავშვი ხშირად იღებს ჩაის, რძეს, სხვადასხვა ტკბილ სითხეს. ძირითად შემთხვევაში ბოთლით კვება, როდესაც ხორციელდება, ზიანდება წინა საჭრელი კბილები. ნერწყვის გამოყოფა ღამის საათებში უფრო მცირეა, შესაბამისად ბაქტერიებისთვის იქნება შავა გარემო და უფრო მეტად მარტივად ვრცელდებიან და აზიანებენ მინანქრის ზედაპირს. დიდი მადლობა, ლიკო, ძალიან საინტერესო იყო. მოგესალმებით, ნინო. ვისაუბრეთ პირველ ვიზიტზე ბჟენის სახეობებზე და მკურნალობაზე. თუ შეიძლება ახლა ვისაუბროთ კარიესის პრევენციაზე და მოგვიყევით უფრო დეტალურად. მოგესალმებით, კბილების სწორი მოვლითა და პროფესიული ჩარევით შესაძლებელია კარიესის განვითარების თავიდან აცილება. კარიესის პრევენცია ძირითადად ორი მიმართულებით ხდება. ეს არის ბაქტერიების კონტროლი და ასევე მინანქრის გაძლიერება. ჩვენს კლინიკაში ტარდება სხვადასხვა საპრევენციო მკურნალობის პროცედურები. ერთ-ერთ მათგანს მიეკუთვნება კბილების პროფესიული წმენდა, კბილებიდან რბილი და მაგარი ნადების მოცილების შედეგად პირის ხრუნში მნიშვნელოვნად მცირდება ბაქტერიების რაოდენობა. ასევე გამოვყოფდი ფტორირების პროცედურას, ფისურების ჰერმეტიზაციას და არსებობს ასეთი აიკონ მეთოდი, რაც გულისხმობს კბილის კარიესის ლაქის სტადიაში დაზიანებული მინანქრის ნაწილობრივ შეჩერებას და მის აღდგენას ინვაზიური ჩარევის გარეშე. ნინო, არსებობს თუ არა რაიმე სახის პრევენციული მკურნალობა სახლის პირობებში? რაც შეეხება სახლის პირობებში პრევენციას, გულისხმობს დღეში ორჯერ სტანდარტულად კბილების ხეხვა, სწორად შერჩეული პირის ხრუნს მოვლის საშუალებებით და ასევე მნიშვნელოვანია კვების კონტროლი. კვების რაციონიდან შაქრისშემცველი პროდუქტის შეზღუდვა. თქვენ ახსენეთ ფტორი, რომელიც ჩვენს ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ბავშვთა სტომატოლოგიაში. თუ შეიძლება მოგვიყევით, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ფტორი? ფტორი კბილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. ის ამაგრებს მინანქარს და იცავს კბილს კარიესისგან. ფტორი მონაწილეობს მინერალიზაციის პროცესში, მუდმივი კბილების ჩანასახის განვითარებას და ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასევე დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში გვეხმარება. ფტორირებას დაახლოებით 6 თვეში ერთხელ ვატარებთ, თუმცა მაღალი რისკის მქონე ბავშვებში შესაძლებელია 3 თვეში ერთხელ გავიმეოროთ. ეს პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. ფტორის მაღალი კონცენტრაციის მქონე პრეპარატით ხდება
კბილებზე მისი აპლიკაცია, ანუ წასმა. და რაც მთავარია, პროცედურა ძალიან ეფექტურია. ფისურების ჰერმეტიზაცია მუდმივი საღეჭი კბილებზე არსებული ღრმა ფისურების და ღარების შევსება სპეციალური თხევადი მასალით. ახლა დამოჭრილ მუდმივ საღეჭ კბილებს აქვთ კარგად გამოხატული ღრმა ფისურები და ღარები, სადაც ყრუნდება საკვები ნივთიერებები და ასევე ბაქტერიები, მათი წმენდა სრულყოფილად ვერ ხერხდება, ამის გამო კარიესის განვითარების რისკი ძალიან მაღალია. სწორედ ამ ღარების ამოვსება ხდება ამ ფტორის შემცველი და კალციუმის შემცველი თხევადი მასალით, რომლის ზედაპირი გლუვდება და წმენდაც მარტივდება. შესაბამისად, აღარ გროვდება კბილის ზედაპირზე საკვების ნარჩენები და ბაქტერიები და კარიესის განვითარებაც მინიმუმამდე დაგვყავს. სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა, არ საჭიროებს ანესთეზიას და რაც მნიშვნელოვანია, არ ვეხებით კბილის ჯანსაღ ქსოვილს. დასურველია ჩატარდეს მუდმივი საღეჭი კბილის ამოჭრისთანავე, რადგან კბილის დაზიანების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურა ვეღარ ტარდება. მართალია ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ცოტა შევეხეთ ჰიგიენას, მაგრამ თუ შეიძლება რომ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ ეს პროცედურები და რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ჰიგიენაზე ზრუნვა ბავშვებში. კბილების წმენდას ვიწყებთ პირველივე კბილის ამოჭრისთანავე. სანამ ბავშვი პატარაა და არ შეუძლია გადანერწყვება, შეგვიძლია მხოლოდ ასაკობრივად შერჩეული რბილი ჯაგრისით და წყლით დავიწყოთ წმენდა. დღეში ორჯერ, დილას და საღამოს. ღამით კბილების წმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ღამით ნერწყვის გამოყოფა მცირდება, შესაბამისად ბაქტერიები უფრო აქტიურად მრავლდებიან და კარიესის განვითარებაც უფრო მარტივად ხდება. შედარებით მოზრდილ ასაკში, როდესაც ბავშვს უკვე გადანერწყვება შეუძლია, რა თქმა უნდა ვთავთ ფტორშემცველ კბილის პასტას, აქაც ასაკობრივად შერჩეულს და ჯაგრის მშობლის მაქსიმალურად ჩართულობით. ვცდილობთ გავუხალისოთ და შევაყვაროთ ეს პროცესი. რაც შეეხება პირის ღრუს მოვლის საშუალებებს, ჩვენს პაციენტებს ინდივიდუალურად ვურჩევთ საჭიროების მიხედვით. ნინო, რამდენად ხშირად უნდა ვატაროთ ბავშვი პროფილაქტიკურ ვიზიტებზე სტომატოლოგთან? ბავშვის რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან კარიესის პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. დაახლოებით 6 თვეში ერთხელ თუ ექიმი სხვა რეკომენდაციას არ გასცემს, მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი. ასეთ ვიზიტებზე, რა თქმა უნდა, ვათვალიერებთ პირის ღრუს და სხვადასხვა სტომატოლოგიურ პრობლემებს დროულად ვნახულობთ, მაგალითად კარიესის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის დროს მისი დროული მკურნალობით თავიდან ვიცილებთ მის შემდგომ გართულებებს. ასევე კბილების ამოჭრისა და ყბების განვითარების სწორად მიმდინარეობას ვაკვირდებით. ტარდება პროფესიული კბილების წმენდა და საჭიროების შემთხვევაში ფისურების ჰერმეტიზაცია ან ფტორირება. ბავშვებში ხშირია წინა კბილების ტრამვები, თამაშის დროს და ასე შემდეგ. საინტერესოა რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში მშობელმა. კბილების ტრამვის დროს შეიძლება დაზიანდეს როგორც კბილის გვირგვინოვანი ნაწილი, ასევე ფესვი, ასევე ფესვის ირგვლივ მდებარე ქსოვილები და მუდმივი კბილის ჩანასახიც კი. როდესაც კბილის მოტეხილობა ხდება და გვაქვს ჩვენ ეს მოტეხილი ფრაგმენტი, მნიშვნელოვანია მისი შენახვა და სტომატოლოგთან მიტანა დაუყოვნებლივ, რადგან ამავე ფრაგმენტით შესაძლებელია კბილის მთლიანობის აღდგენა. მოტეხილი ფრაგმენტის მოთავსება შეგვიძლია ფიზიოლოგიურ ხსნარში და რაც შეიძლება მალე მივდივართ სტომატოლოგთან. არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა კბილის მთლიანად ამოვარდნილობა კბილბუდიდან. ამ შემთხვევაშიც ვიქცევით იგივენაირად ამოვარდნილ კბილს ვათავსებთ ფიზიოლოგიურ ხსნარში და დაუყოვნებლივ მივდივართ და მიგვაქვს სტომატოლოგთან, რადგან დავაბრუნოთ კბილბუდეში ამოვარდნილი კბილი. და ბოლოს, ნინო, თქვენი რჩევა მშობლებს, განსაკუთრებით ახალბედა მშობლებს.
ჩემი რჩევა იქნებოდა მშობლებისთვის, რომ პირველი კბილის ამოჭრისთანავე დაუწყონ ბავშვს პირის ხრუს ჰიგიენური პროცედურები, ასევე 6 თვეში ერთხელ მიიყვანონ სტომატოლოგთან, რადგან რეგულარული ვიზიტები და დროული ვიზიტი ნიშნავს ნაკლებ სტრესს, ნაკლებ ტკივილს და ჯანსაღ ხიმილს. დიდი მადლობა. დღევანდელმა გადაცემამ დაგვანახა, რომ ბავშვთა სტომატოლოგია მხოლოდ კბილების მკურნალობა არ არის. ეს არის მომავალში გართულებების პრევენცია, სწორი ჩვევების ჩამოყალიბება და ბავშვებისთვის უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შექმნა. მშობლების როლი კი ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იზრუნეთ თქვენს პატარებზე ადრეული ასაკიდან, რათა მათ მომავალში გქონდეთ თავდაჯერებული, ლამაზი და ჯანსაღი ღიმილი. მადლობა რომ გვიყურეთ და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.